საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები მოღვაწეობის სხვადასხვა გზას ირჩევდნენ. სალოსობა ერთ-ერთი განსაკუთრებული, გამორჩეული და რთულად შესასრულებელი ღვაწლია, რომელიც ადამიანებს უტვირთავთ. საეკლესიო სწავლების მიხედვით სალოსობა აღმოსავლურ ქრისტიანულ ეკლესიებში ჩაისახა. სალოსი ბერძნული სიტყვაა და ქართულად სულელს, შეშლილს ნიშნავს. ამ ღვაწლის მტვირთველი ადამიანები სულელის ან უზნეო ადამიანის სახეს საკუთარი სურვილით მოირგებდნენ ხოლმე და ყველანაირ დამცირებასა თუ დაცინვას მადლიერებით იღებდნენ. ადრეულ ქრისტიანულ ხანაში პირველ მესამე საუკუნეებში ასე თქვათ აშკარა მაგალითები არ ხვდება სალოსობისა. როდესაც შეწყდა ასეთ ვისი დევნა ქრისტიანობისა და როცა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად უკვე ქრისტიანობა, უკვე სალოსობა როგორც უმკაცრესი ფორმა ასკეზისა, ესე იგი უკვე ჩამოყალიბდა ეკლესიაში. ეკლესიის წიაღში და პირველ რიგში ის ებრძვის ეკლესიაში არსებულ სიამაყეს და გარეგნულ ღვთისმოსაობას. ადამიანი, რომელიც საკუთარი ნებით იღებს სულელის სახეს, ანუ ნეფსით ისულელებს თავს, ამ ადამიანს სურს, რომ ამპარტავნება დათრგუნოს და ღვთისადიდებლად იცხოვროს. ესე იგი, ამგვარი ცხოვრების წესით, ასეთი ადამიანები უარს ამბობენ პატივზე, მაგრამ ისინი იმყოფებიან დაფარულ ღვაწლში. როგორ უნდა გავარჩიოთ დღეს ნამდვილი სალოსობა, მოჩვენებით პროფანაციისაგან, სალოსობის პროფანაციისაგან, იმიტომ რომ დღეს არის სამწუხაროდ ამის პრობლემა საზოგადოებაში. ხშირ შემთხვევაში დღეს ადამიანი მიტყვის, რომ მე ფეხში შორი დავიწყებ სიარულს, მე დასაცმელს დახეულ დასაცმელს ჩავიცვამ, წარმოვთქვამ რაღაც სიტყვებს და იდეებს, რომელსაც შემდეგ წინასწარმეტყველურ სახეს მივცემ და ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ სალოსი მეწოდოს. ასე არ არის სინამდვილეში ამის გამიდა. თუ ეს ადამიანი მასწავლის იმას, რომ როგორ უნდა ვიცხოვრო ისე, რომ არ განვიკითხო სხვები. როგორ უნდა ვიცხოვრო ისე, რომ ვაპატიო სხვებს, როგორ ეს პატიება იყოს ნამდვილი. აი როგორ უნდა ვიცხოვრო ისე, რომ მოვინანიო წოდოები, მაგრამ ეს მარტო სინანული კი არ იყოს, არამედ შემდეგ შევძლო გამოვიღო ნაყოფი სინანულისა. აი ამ ყველაფერს საერთოდ მცირე ჩამონათვალი გავაკეთეთ, ხო? თუ ეს ადამიანი მასწავლის მართლა, რა თქმა უნდა, ჩემთვის მამაც იქნება, მოძღვარიც იქნება და ყველაფერი იქნება ჩემთვის, იქნება ღვთისგან გამოგზავნილი. მაგრამ თუ ეს ადამიანი მე მეტყვის იმას, რომ მე ამოვიცნობ მაგალითად შენი ოჯახის წევრის ჩადენილ საქმეებს, ან მაგალითად მეზობელს ვინ მოპარა რაღაც ძვირფასი ნივთი, ან მაგალითად ვინმის გაუკეთა ჯადო, ან რაღაცა მაგალითად რამაფერის ავტომანქანას იყიდი შენი მეზობელი 13 დღის შემდეგ. ეს მე რაში მარგია, რაში არგია ჩემს სულიერ განვითარებას. თუ მაპაუნინებს ეს ადამიანი სამეუფო გზას, მაშინ რა თქმა უნდა ის ჩემთვის ქრისტესთვის სალოციც იქნება, წმინდანიც იქნება და იქნება ყველაფერი საუკეთესო, რაც შეიძლება ადამიანის შესახებ თქვათ და მოღვაწის შესახებ. მართლმადიდებელ ეკლესიაში სულ რამდენიმე სალოსის ცხოვრებაა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი წმინდა ანდრია სალოსია. იგი მე-9 საუკუნეში დაიბადა და შავი ზღვის ჩრდილოეთით ცხოვრობდა. ანდრია წარმოშობით წკვითი იყო. იმხანად კონსტანტინოპოლში ერთი წარჩინებული კაცი, სახელად თეოგნოსტი ცხოვრობდა. ერთხელ მას ახალი მონები მიუყვანეს. მათ შორის იყო ჭაბუკი ანდრიაც, რომელიც გონიერებითა და სიკეთით ყველასგან გამოირჩეოდა. ბატონმა ბიჭი საკუთარი შვილივით შეიყვარა. თეოგნისტი მოიხიბლა ანდრიას გონიერებითა და კეთილზნით. მოხიბლა მისმა პიროვნებამ, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მისთვის როგორმე შეესწავლა წმინდა წერილი და ბერძნული ენა. ამიტომ მიაბარა ყოველივე ამის სასწავლებლად ანდრია სალოსი. ანდრიამაც გამოიჩინა შრომის მოყვარეობა, გულისხმიერება, სწავლის მოყვარეობა, მალე შეისწავლა წერა-კითხვა და გულმოდგინედ კითხულობდა წიგნებს, დადიოდა ტაძარში, ესწრებოდა ღვთისმსახურებას და ლოცულობდა. ჭაბუკი ანდრია თავის ობლობას და სამშობლოსგან სიშორეს ლოცვით განიქარვებდა. განსაკუთრებულად წმინდანთა ცხოვრების კითხვა უყვარდა. უნდოდა ისეთი ღვაწლი ეტვირთა, რითაც უფალს სამუდამოდ თავს მიუძღვნიდა. ერთხელ ღამით ანდრიამ საკვირველი ჩვენება იხილა. მან ანგელოზებისა და ეშმაკების ლაშქარი დაინახა.
ამ დროს ზეცაში გამოჩნდა ჭაბუკი, რომელსაც ხელში 3 გვირგვინი ეჭირა. მან ანდრიას ასე მიმართა: შეუდექი ღვთივსათნო 8 წელს, ქრისტესთვის სალოსობა იტვირთე და სასუფეველის კარი შენთვის გაიღება. ჭაბუკს გამოეღვიძა და მიხვდა, რომ უფალი სალოსობის ურთულესი გზისკენ უხმობდა. ახლა ისმის კითხვა, რომ რატომ ირჩევენ მაინც სულიერი ცხოვრების ამგვარ სახეს? ხომ სალოსები, ხო სხვა სახეც მოსაგრეობისა. სიამოვნებაში ადამიანი როდესაც ცდილობს, რომ მიაღწიოს შინაგან სრულყოფილებას, რა თქმა უნდა, ის აცნობიერებს პირველ რიგში იმას, რომ ამისათვის მან ამ პარტავნება უნდა დათრგუნოს, იმიტომ რომ ამ პარტავნება არის ცოდვათა დედა. და როდესაც სალოსი ნეფსით სულიერი სახეს იღებს, იგი ამ შემთხვევაში თავიდან იცინებს საზოგადოების ქებას, დიდებას, მიწიერ პატივს. ამასთან ერთად ის თავს იდებს ლანძღვას, დაცინვას და შეურაცხყოფას. ანუ ყოველდღიურად ცდილობს, რომ არ აღმოჩნდეს ბოროტის მიერ დაგებულ იმ ხაფანგში, რასაც ამ პარტავნება ქვია. და რაც აღნიშნეთ, რომ არის ცოდვის დედა, მოღვაწე ამ დროს უარს ამბობს საზოგადოებრივ სტატუსზე და გამუდმებით ებრძვის საკუთარ თავს, ებრძვის საკუთარ ეგოს. წმინდა ანდრიამ უფლის მოწოდება სიხარულით მიიღო და სალოსობის 8 წლი იტვირთა. იგი შემოფლეთილი ტანის სამოსით ქუჩაში დადიოდა და ხალხს თავს სულელად აჩვენებდა. ეს ამბავი თეოგნოსტიმაც შეიტყო. მიუხედავად იმისა, რომ ანდრია ძალიან უყვარდა, მაინც შეიპყრო, ხელები ბორკილებით შეუკრა და წმინდა ანასტასიას ტაძარში გამოჰკეტა. ტაძარში ყოფნის დროს დღისით ანდრია თავს გიჟად აჩვენებდა ხალხს, ხოლო მთელი ღამის განმავლობაში გულმოდგინედ ლოცულობდა. გავიდა 4 თვე, თეოგნოსტი დარწმუნდა იმაში, რომ ანდრიას უკვე არაფერი ეშოლებოდა, ვერ განიკურნებოდა და ბრძანა მისი გათავისუფლება როგორც შეშლილის. გაათავისუფლეს და ანებეს თავი, რის შემდეგაც შიმშილი, სიცივე, დაცინვა იქცა უკვე მისი ცხოვრების განუყოფელ თანამგზავრად. აი ეს საშინელი ხვედრი, ეს ცხოვრების წესი თავსიდო წმინდა ანდრიამ დადიოდა დახეული ტანსაცმლით, ღამეს ქუჩაში ატარებდა და რა თქმა უნდა ყველაფერი მას მოთმინებით იტანდა, ადამიანები მუდმივად ამცირებდნენ მას, ლანძღავდნენ, სცემდნენ. ანდრია კი თავისი შეურაცხმყოფელებისათვის ლოცულობდა. ესე იგი, როდესაც ადამიანს თევნიან, ამცირებენ, სცემენ, ის თავისი შეურაცხმყოფელებისათვის ლოცულობს. და რა თქმა უნდა, ამით ის ემსგავსება ჩვენს მაცხოვას იესო ქრისტეს. და თუ ვინმე რამე წყალობის მსგავს გაიღებდა, ან რაიმეს შეეცოდებოდა ვინმეს, ყველა ერთარი ადამიანი ხო არ არის, არსებობენ ადამიანები, რომელსაც ეცოდებოდათ ეს წმინდანი და თუ ვინმე წყალობას გაიღებდა მისთვის, ის ადგებოდა და ამ ნაწყალობებს ფარულად, ასე ვთქვათ, ურიგებდა გლახაკებს. და ასეთ საოცარ 8 წლისათვის, ასეთ საოცარი დამსახურებისათვის ანდრია უფლისაგან დაჯილდოვდა წინასწარმეტყველების ნიჭით. გარდა ამისა, მას შეეძლო წაეკითხა ადამიანის ფარული აზრები და განაჭრიტა ადამიანების ცოდვები. წმინდა ანდრიას მხოლოდ ერთი მოწაფე ეპიფანე ჰყავდა. თავის გულის ნადებს, ფიქრებს და წუხილს მხოლოდ მას უზიარებდა. ერთხელ კვირადღეს ისინი ვლაქერნის ტაძარში მსახურებას ესწრებოდნენ, როცა სასწაულებრივი ხილვის ღირსნი გახდნენ. ანდრიამ და ეპიფანემ საკურთხეველში ცხადად დაინახეს ყოლა წმინდა ღვთისმშობელი იოანე ნათლისმცემელთან, იოანე ღვთისმეტყველთან და ანგელოზთა დასთან ერთად. ყოლა წმინდა ღვთისმშობელმა თავისი მარგალიტებიანი საბურველი ტაძარში შეკრებილ მლოცველებს გადააფარა. ამ სასწაულის აღსანიშნავად მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული დაწესდა. ერთხელ ანდრიამ დაინახა, რომ ერთ-ერთ მდიდარ მიცვალებულს მიჰყვებოდა დიდებული პროცესია, ძალიან ბევრი ხალხი, მაგრამ ამ დროს საშინელი ეშმაკები საშინად ანჯავდნენ და გვემდნენ მის სულს. ეს ყველაფერი დაინახა სულიერი თვალით, რა თქმა უნდა, წმინდა ანდრიამ, ამით უფალმა მას აუწყა და ამით შემდეგ მისი ცხოვრებიდან გამომდინარე ჩვენს გვეუწყა. თითოეულ ადამიანს ვინც ამას კითხულობს, რომ გარეგნული დიდება და სიმდიდრე არაფერია ღმერთის წინაშე.
ანდრიას სალოსის ცხოვრებაში აღწერილია ის შემთხვევა, რომ მან იხილა სამოთხე. აღაფრთოვანდა სამოთხის ბრწყინვალებით, წმინდანების, ანგელოზების, ასევე იხილა ჯოჯოხეთი და მოწმე გახდა ცოდვილთა საშინელი ტანჯვისა. წმინდა ანდრია ცოდვებში ჩაფლულ ადამიანებს ამხელდა და მათ გადარჩენას ცდილობდა. ქალაქში ერთი ვერცხლის მოყვარე ბერი ცხოვრობდა. იგი მატერიალური კეთილდღეობის მოსახვეჭად სულიერ შვილებს იყენებდა. მათგან შესაწირის გაღებას ითხოვდა და ქონებას ასე აგროვებდა. წმინდა ანდრია ბერის გამო ძალიან წუხდა. ამიტომ მასთან მივიდა და სიყვარულით დაელაპარაკა. შენ ღვთისმოყვარე კაცი, როგორ დაემორჩილე ვერცხლის მოყვარეობის ეშმაკს. ნუ თუ გსურს სიძუნწემ დაღუპოს. მაშინ როცა სხვები შიმშილით, სიცივით იხოცებიან, შენ ოქროს ცხერით გასცხრები. განა ამგვარია მონაზონთა კანონი. რა რჯული გაძლევს ნებას განუკრძალველად იცხოვრო. გევედრები, გაუნაწილე შენი ქონება ქრივობლებს, გლახაკებს, მწირებს. შეეცადე ისევ უფლის მეგობარი გახდე და ღვთის ზალა შემუსრავს ეშმაკს შენს ფეხქვეშ. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ვერცხლის მოყვარე ბერს სულიერი თვალი აეხილა და სინანულით აღივსო. ბერმა შეინანა და თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, მოინანია და გადარჩა, განიკორნა სულიერად. აქ შემთხვევით რომ ის ამხილა წმინდა ანდრია. საერთოდ ამ მოსაგრეობის ამ სალოსობის ერთ-ერთი მიმართულებაც არის სწორედ ის ხილება ადამიანების, ხილება ამასოფლის ძლიერთა. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ასე თქვა, როდესაც ადამიანს საზოგადოება გიჟად მიიჩნევს, აი უკეთ ადამიანები თითქოს უფრო მარტივად ამხელენ ამ დროს ამასოფლის ძლიერებს. საზოგადოება ხომ ვერ ბედავს მასზე ცუდის ხმას. ისინი ამბობენ და მათ ცოდვებს წარმოაჩენენ და ამხელენ. ესეც არის ასე თქვა მიზეზი და ერთ-ერთი შედეგი თუ შეიძლება ითქვას ამგვარი ცხოვრების წესისა. რომ ისინი დაუფარავად ამხელენ ყველას. რომლის მხელა საზოგადოება ასე თქვა ვერ ბედავს. წმინდა ანდრია სალოსმა საკუთარი გარდაცვალების დრო წინასწარ იცოდა. იგი საყვარელ მოწაფეს ეპიფანეს გამოეთხოვა და ასეთი ანდერძი დაუტოვა. ჰე შვილო ჩემო, გონდეს ღვთის შიში და გიყვარდეს მთელი გულით. წმინდათა სახსენებელს აღასრულებდე და ლოცვას ყოფდე ყოველთა ქრისტიანეთათვის. წმინდა ანდრია სალოსი 66 წლის ასაკში 926 წელს გარდაიცვალა. შეიძლება მის ცხოვრებას წყაროებს ამსახველს მისი ცხოვრებისას, რა თქმა უნდა, არსებობს ჰაგიოგრაფიული ტექსტი მისი ცხოვრების ამსახველი და ავტორად მიჩნეული არის ვინმე ნიკიფორე, რომელიც საკუთარ თავს თვლის კონსტანტინოპოლის ტაძრის მღვდლად. და იგი არის ანდრიას მოწაფის ეპიფანეს მეგობარი, რომელსაც აღწერა მისი ცხოვრება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანდრიას ცხოვრება დაიწერა ბიზანტიაში მე-10 საუკუნის შუა წლებში, დაახლოებით 950-იან წლებს გულისხმობენ. ანდრია სალოსის ცხოვრება არის ბიზანტიური ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლი. და სხვადასხვა ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ძეგლიც. და სწორედ ამ ტექსტის წყალობით გახდა ანდრია სალოსი მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახალხო წმინდანი და მისი ქართული თარგმანები გვხვდება მე-13 და მე-14 საუკუნეების ხელნაწერ კრებულებში. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრია სალოს ძველი სტილით 2, ახალი სტილით კი 15 ოქტომბერს მოიხსენიებს.